პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ თელავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პარტიის აქტივთან კომიტეტის სხდომა გამართა. სხდომაზე განიხილეს საპრეზიდენტო არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანია და ოფისების ინვენტარიზაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზეც ქართული მიწების გაყიდვასა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატანცვლილებებთან დაკავშირებით. კახა კუკავას განცხადებით პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად ივლისის შუა რიცხვებში დაასახელებს. პარტია ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ინვენტარიზაციას საქართველოს მთელი მასშტაბით. ივლისის შუა რიცხვებში პარტია სავარაუდოდ გამოაცხადებს თავის საპრეზიდენტო კანდიდატს. იმავდროულად პარტია აწარმოებს მიმდინარე კამპანიას, იცით რომ გროვდება 30,000 ხელმოწერა, როგორც ქართული მიწების გაყიდვის აკრძალვასთან, ასევე ეგრეთ წოდებული გეი აღლუმების აკრძალვასთან დაკავშირებით. იყო კახეთის ორგანიზაციების გააქტიურებაზე საუბარი, ასევე წინასაარჩევნოდ საპრეზიდენტო კანდიდატის ხარდაჭერაზე საუბარი და შიდა პარტიული სამუშაოების გაძლიერებაზე.